მოგესალმებით. სანამ ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოტოვოთ საფეხბურთო სიახლეები და სხვა საინტერესო ვიდეოები. ახლა კი, წავედით. ტურინის იუვენტუსი რონალდ არაუხოს თაობაზე კატალონიურ ბარსელონასთან მოლაპარაკებების დაწყებას ესპანეთის სუპერთასის ფინალის შემდეგ აპირებს. ტურინელები ურუგვაელის იჯარით წაყვანას აპირებენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კატალონიელების ცენტრალური მცველი იტალიაში ტრანსფერის სტატუსით გადაბარგდეს. ამ სეზონში ურუგვაელმა ტრავმის გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 55 მილიონს აღწევს. დევიდ მოესი ევერტონში დაბრუნდა. შოტლანდიელი სპეციალისტი ვესტ ჰემიდან წასვლის შემდეგ სეზონის დაწყებიდან უმუშევარი იყო. მერსისაიდელებმა კი ცოტა ხნის წინ შონ დაიჩი გაათავისუფლეს და მოიესის დაბრუნება პრიორიტეტად იდგა. დევიდი ევერტონს 2002 წლიდან 2013 წლამდე თავკაცობდა. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელმა ევერტონთან ტიტული ვერ მოიპოვა, ის კამფეტების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება. ევერტონი ამჟამად 17 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. Manchester City ომარ მარმუშის ტრანსფერთან ახლოსაა. ხარეებმა პირად შეთანხმებებს მიაღწიეს და ქალაქელები უკვე შემდეგ კვირაში შეეცდებიან ეგვიპტელის შეძენას. მარმუშმა ბუნდესლიგის ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. ამჟამად ომარ მარმუში ბუნდესლიგის ბომბარდირია, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა. მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს. 38 წლის მეკარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ნოიერის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი ჯერ კიდევ დეკემბერში მიდიოდა და გერმანელმა თვით განაცხადა: ეს მართალია, უახლოეს დროს მე ბაიერნთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ. ამ სეზონში გერმანელმა მეკარემ ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა. მისი ხელფასი კი 21 მილიონ ევროს შეადგენს. იბერიაში ცვლილებებია. გუნდი კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ დატოვა, რომლის მომავალი კლუბი უცნობია. გიორგი ბოლო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გუნდში ბრუნდება ლუკა სილაგაძე, რომელმაც ლატვიური RF TAFSI დატოვა და იბლბერიას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ასევე იბლბერიელებს ახალ სეზონში კიდევ ერთი ლეგიონერი ეყოლებათ. ეს არის 23 წლის სურინამელი ნახევარმცველი დორასო კლასი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ნიდერლანდებში თამაშობდა, ხოლო ბოლო წელიწადს ბელგიური დეინცის ღირსებას იცავდა. დორასო სხვა ლეგიონერის ბენჟამინ ტეიდის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც გუნდი ასევე დატოვა. სენტ-ეტიენი და ლანსი გიორგი გულიაშვილით ინტერესდებიან. სარაევო გულიაშვილის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს ითხოვს. ბოსნიელებმა ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 2023 წლის იანვარში იბლბერიას 120,000 евро გადაიხადა. გიორგი ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ამ სეზონში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. შესაძლოა მომავალში სენტ-ეტიენის შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. ლონდონის ჩელსი მიუნხენის ბაიერნის 19 წლის ვუნდერკინდს მატის ტელს უმიზნებს. ლონდელები მზად არიან შეთანხმებაში კრისტოფერ ნკუნკუ ჩართონ, რომლის სანაცვლოდ 2023 წლის ზაფხულში ლეიპციგს 60 მილიონი ევრო გადაუხადეს. ამ სეზონში კრისტოფერ ნკუნკუ რეგულარული სათამაშო დროით მხოლოდ თასებზე და კონფერენს ლიგაზე სარგებლობს. მატის ტელმა კი ბუნდესლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლი არ გაუტანია. ხვიჩა კვარაცხელია. პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. პარიზელები და ნაპოლის წარმომადგენლები უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერზე და უახლოეს დროს კვარას გადასვლა გაოფიციალურდება. ხარეები 70-80 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. სხვა ფეხბურთელები ამ შეთანხმებაში არ ჩაერთვებიან. კვარაცხელიას ხელფასი 1.200.000-დან 9 მილიონ ევრომდე გაიზრდება. კვარაცხელიან ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 85 მილიონ ევროს აღწევს. დღეისათვის სულ ეს იყო. თხოვნა გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. ასევე ეწვიეთ ჩვენს Facebook და Instagram გვერდს, სადაც იდება საფეხბურთო სიახლეები. დროებით!